მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ ავატარს. წინა სერიის მე საკმაოდ კარგი განწყობაზე ვარ, მინდა გითხრათ. დღეს გვაქვს საყურებელი მეორე სეზონის მერვე, მეცხრე და მეათე სერიები. კახანია ეს სამი სერია არ გადამიღია. და ახლა ვიღებ, როგორც იქნა. შესავალისთვის რავი, რა უნდა ვთქვა ისეთი უთმელადველი რა მოხდება იმის ნახვას. წინა სერიამ კარგად კი გამახარა. მართლა, მეშვიდე სერია იყო საუკეთესო ავატარში და საუკეთესო რაც დავირიაქტებია ჯერჯერობით. თუმცა კი მითხეს Gravity Falls-ში უკეთესი სერიები მოდისოდა. ნახოთ. ჯერჯერობით ავატარის პიკი ეს იყო. ამჯერად რა შემოგთავაზებენ საკმაოდ ისეთი მომენტი დავასრულეთ. აი, ბოლომდე მაინც ვერ მივხვდი რა დაემართა ზუკოს დედას, რა დაემართა აზულონს, ზუკოს ბაბუას. ანუ წარმოვიდნენ, ეხლა არ გამავსებ მაგ თემას, უკვე ვილაპარაკე წინა ვიდეოში მაგაზე. ერთადერთი რამდენიმე ვერსია მქონდა მარტო და ზუსტად არ ვიცი. შეიძლება ახსნან მე პირდაპირ. და აი, ვიწყებთ. არ დაგავიწყეთ არქის გამოწერა, ზარის კლიკის გააქტივება და თუ მოგწონთ ეს ვიდეო და ლაიქება. ავატარი, ლეგენდა აანგის შესახებ. პირველი სეზონის, მეორე სეზონის მერვე სერია. 3, 2, 1 დაწყეთ. რელიზი მოამზადა acara.net.com-მა. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. ძალიან ხალხა იყო. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება ამ ცეცხლის სერიის ბრძოლის დაწყება არ იქნება მაგასაც თუ გვანახებენ ცალკე. ერთ სერიას თუ დავუწყოთ. გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა რომ მანგს ავატარის წინა აჰო ეს დავიწყდა. თუ მსხვერპლის დაჭერა მინდა მარჯვე და სწრაფი უნდა ვიყო. ესე აქედან შემიძლია. მჭირდება. წარმოვიდგინო რაზე იქნება ეს სერია. დაბადებიდან უსინათლოა, მაგრამ ხედულობის პრობლემები არასდროს მქონია. აჰა, ესე იგი აზულა გავუჩნდება, ტოფიც გავუჩნდება, კარგი. დიდებული მასწავლებელი იქნები ტოპ. შენს ნათქვამზე ვიფიქრე. ზუკო და აიროც გავუჩნდებია. კარგია. აუცილებელი აღარ არის ერთად ვიმოგზაუროთ. ჩემი გზა უნდა ვიპოვა. მეორე წიგნი, მიწა. საინტერესოა. დევნა. დავუბრუნდით ჩვენს სასტავს. კარვების გასაშლელად კარგი ადგილი აგირჩევიათ. ბალახი ძალიან რბილია. ეს ბალახი არ არის. აპას ბეწვია. საზიზღრობა. საზიზღრობა არ არის. ეს გაზაფხულის ნაწილია. ხომ გესმის? ყველაფერი ახლდება, ყვავილები იფურჩქნება და აპაც ახალ ქურქს იძენს. ეს გაზაფხულის აპახუს. იუფ. გაჩერდი აპა, გაჩერდი. აი ფაქტობრივად ბეწვის იცვლის. ეს ისე ცუდია კატარა. შესანიშნავი პარკი გამომივიდა. დაწვერით. მიხარია რომ კიდევ ერთი გოგო შემოგვემატა, იმიტომ რომ თქვენ ორნი საზიზღრები ხართ. უკაცრავად, ვინმე სამართებელი ხომ არ გაქვთ. იღლიებში თმავიდა. საცუდავი კატარა. არა. კარგად კი ერთობა თვითონ. Stop, როგორც წესი ბანაკის მოწყობისას საქმეს ვინაწილებთ. ჩემზე ნუიდარდებთ, მე კარგად ვარ. რა? იმის თქმას ვცდილობ, რომ ზოგ ჩვენგან წყალი მოაქვს, როდესაც სხვა ცეცხლს ან თებს ან კარვებს შლის. საქმეში თავისი წვლილი მომასაც კი შეაქვს. კატარა, კარგად ვარ. ჩემს თავს თვითონ მივხედავ. ცეცხლი არ მჭირდება. საჭმელი უკვე მოვაგროვე და შეხედა. ჩემი კარავიც გაშლილია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. არ მესმის რა პრობლემაა. დაივიწყე.
კატარა უნდა მიეჩვიო. მაპატიე. ეს სერია კატარაზე და ტოპზე იქნება? გონი ყველანი დავიღალეთ და ერთმანეთს ვაღიზიანებთ. ხო, ძალიან დაღლილი ჩახარ. ვაუ! მე ყველა ვიგულისხმე. კარგი. გამომშვიდობის. გამომშვიდობის. რაღაც გვიახლოვდება. რა ხდება? თითქოს სვავია, მაგრამ სვავი არ არის. შენი განჭვრეტი ზალა მაშინებს. უნდა წავიდეთ? ჯობია წავიდეთ და არ გავრისკოთ. რა არის ეს? ეს რა არის? ესე გებია. ტოპმა გვიშველა. მიწა, ჩემი საყვარელი მიწა. ბავშვებო, ერთმანეთს დილას შევხვდებით. ნივთების გადმოტანაში არ დაგვეხმარები? სერიოზულად? გინდა რომ სოკას სუნიანი საძილე ტომლის გადმოტანაში დაგვეხმარო? ხო. და სხვა რაღაცეების გადმოტანაშიც დაგვეხმარე. ახლა ჩვენი გუნდის წევრი ხარ და მისმინე. თქვენთვის დახმარება არ მithოვია. ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. ეს არაფერში უაშია. მას შემდეგ რაც შემოგვიერთდი ეგოისტობ და არაფერში გვეხმარები. რა? მისმინე შაქრის დედოფალო. ყველაფერი მივატოვე რომ ანგისთვის მიწის მართვა მესწავლებინა. ამიტომ ნუ მეუბნები რომ ეგოისტი ვარ. შაქრის დედოფალი? ახლა კარი მომიჯახუნე? ასე როგორ იქცევი? რამე უნდა გავაკეთოთ? მე უბრალოდ წარმოდგენით ვარ. ნუ ტოპი ჯერ. კარგი. ორივე უნდა დავმშვიდეთ. ორივე? შვიდად ვარ. შემეშინდა. აუ, ხედავ. ტოპი უნდა მიეჩვიოს ნელა. მართალია კატარა. ვარსკვლავებია. ცუდია რომ მათ ვერ ხედავ ტოპ. მისმინე, როგორ დავიძინო, როდესაც ყვირიან და მიწისძვრა? ის რაღაც ბრუნდება. და აქედან შორსა? იქნებ თვალები რამდენიმე წუთით მაინც დაგვეხუჭა. ახლა შეცბუხდება. არ გამოგვივა სოკა. რა არის ეს თემა? უბრალოდ ვინ არის ამის ეს რა არის? და როგორ პოულობს? არ ვიცი. მაგრამ ამჯერად შევეცდები რომ გავექცეთ. დეივნაც მაგითო ქვია სერიას ეთმობა. ეს იმას გაიგიდება ავატარსთან ტოპის ტექნოლოგიით ყოველთვის გაიქცევენ. კარგი ძალა აქვს ისე ტოპსსადო. კარგი, კარვების გაშლა დაივიწყეთ. კარგად ის ვიპოვიდე და მაშება. კარგი მიზორიავია მაგის ფრონტზე. ხარებას არ აპირებდა. არ მეგონა რომ ბავშვს საწოლში საბნის გასწორება ისევ სჭირდებოდა. კარგი რა ბავშვობა. უკან რაღაც მოყვება და არ ვიცით რა ან ვინ არის. შეიძლება ზუკოა. ზუკო არა. აღარ გვინახავს. ზუკო ვინ არის? გაბრაზებული, შეშლილი და გიგინიანი ბიჭია, რომელიც ყველგან დაგვყვება. კიკინა რატომ არ მოგწევს კიკინიანო? ვაუ. მე ომრის მგლის კუდია. ხო, სხვა მეომრებს მიანიშნებს რომ თავხედი და არასერიოზული ხარ. მოკლედ, ვინც უნდა გვითვალთვალებდეს, აქ ვერ მოგვაგნებ. ახლა კი ყველანი გაჩვენე. მომო. არა, მომო, გაჩუმდი. ძილის დროა. მეგონი რაღაცას გვაფრთხილებს. არ მითხრა რომ შეუძლებელია. უკან ვერ გამოყვებოდნენ. ამას ორივე ფეხით ვგრძნობ. ვინ ჯანდაბა ერთი? უნდა ნახოთ ვინ უნდა ზიშით. წავიდეთ. იქნებ ჯობია გავიცნოთ და გავიკოთ ვინ არიან. ვინ იცის იქნებ მეგობრულები არიან. არ იქნება ზულა. ოპტიმისტი ხარ. წესით აზულა უნდა გამოჩენილიყო ამ სერიაში. აზუას ხალხი. კაი. აზულა მენდა ტაილი. დამახსენდა როგორც იქნა. შევებრძოლოთ.
3-3-ზე ვიქნებით. То, ჩვენ 4 ვართ. მაპატიე, შენ არ ჩამითვლი ხარ. ბრძანებელი არ ხარ და მე ბრძოლა შემიძლია. კარგი. 3-3-ზე ვიქნებით და სოკაც დაგვემართ. ეს გარი ბავშვია რა. ახლა წავიდეთ. აბა, ჰიპ ჰიპ. ვერ ვიჯერებ რომ მომაშუდან მოყვებიან. მე კი ვფიქრობ რომ მათი დამარცხება შეგვეძლო. ხუმრობ? ჩემთვის ლურჯი მბრძანებლობა და ხანჯლებით საკმარისია. რადგან, როდესაც ბოლოს ვნახეთ, ერთ-ერთმა მათგანმა მართვის უნარი წამართვა. აიგე. ეს საშიშია. არა, მზეა მოდის. მთელი ღამე გავათენეთ. სოკა, კარგად ვიქნებით. დარწმუნებული ხარ? ღამე არასდროს გამითენებია. რა უნდა ვქნათ თუ ახლა დამეზინება და რამე მოხდება? ჩვენ კი სულ რაღაც გვემართება. როდესაც ხმელეთზე ჩავდივართ, ის გოგოები მაშინვე ჩნდებიან. ამიტომ ფრენა უნდა განვაგრძოთ. სამუდამოდ ვერ ვიფრენ. მართლა სამუ. რაღაც გეგმა გჭირდებათ. ზუკო. ოპა, დაიწყო. და რას ვაპირებ? ეთი აიროს გაველოდებით. ფიქრისთვის ზედმეტად თუ გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ძილის შემდეგ რამეს მოვიფიქრებთ. ხო, დავიძინოთ. რა ხდება? აბა ჩაეძინა. აუ, გაიღვიძე მეგობარო. აპა. მაგარი უცნაური სერია, მინდა გითხრათ უკვე ესეთი დასკვნა გამოვიტანე. აბა გადაიღალა. კარგი. ახლა ჩვენ შორის დიდი მანძილია. გეგმა ასეთია. აპას უნდა მიუბაძოთ და ცოტა ხნით დავიძინოთ. აქამდე დავიძინებდით ტოფი ასეთი ჭირვეული რომ არ იყოს. ვაუ. კარგი, კარგი. ყველანი გადაღლილები ვართ. მოდი ნამდვილად დაიძინეთ ცოტა. არა, კატარას მოსმენა არ მინდა. ფიქრობ რომ ჭირვეული ვარ? უბრალოდ რომ დაგხმარებოდი ბანაკს სწრაფად გავაწყობდით და დავიძინებდით. იქნებ ასეთ სიტუაციაშიც არ აღმოჩენილიყავით. მე მადანაშაულებ? არა, შენ არ გადანაშაულებს. არა, მას ვადანაშაულებ. მისმინე, ჩემზე ზრუნვა არასდროს მithოვია, ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ. კი, მაგრამ ეს არ არის. ის ბეწვიანია. რა? აპას ადანაშაულებ? ხო, გაინტერესებს ასე ადვილად რატომ გპოულობენ. სტოვებს. აპას დადანაშაულებას როგორ პედავ? დღეს სამჯერ გადაგარჩინა. დამნაშავე სწორედ შენ ხარ. ხოლოდ იმაზე ლაპარაკობ, რომ შენს თავზე დაზრუნავ. მაგრამ ასე არ არის. შენზე იზრუნავს, აპას ზრუნავს. ფრენა არ უჭირდა, როდესაც მხოლოდ სამნი ვიყავით. ვაუ. აქედან მივდივარ. მოიცადე. გესოკა, არ არის საჭირო. ნუ არა. ტოპი დაბრუნდება ეგერთი, ზუსტად ვიცი. და მეორე ეს რა გავაკეთე? ვერ ვიჭერებ, რომ მიწის მართვის მასწავლებელს უყვირე. და ახლა წავიდე. დაბრუნდება. ვიცი, ერთმანეთთან და მეორე ვიწყებთ და ცუდად. მალე მიეჩვევა. მალე არა, მაგრამ ამ სერიაში ორივე მიეჩვევა. უხეშად მოიქეცეთ. გმადლობ, ცოკა. არაფრის. ტოფი უნდა მოვძებნოთ და ბოდიში მოვუხადოთ. კარგი, მაგრამ საშიში გოგოებით სავსე ტანკს რა მოუხერხოთ? გეგმა მაქვს. აუ, დავაბნიოთ როგორმე. კარგი. ტოფი მართალი იყო. აპას ბეწვი კვალს ტოვებდა. მაგრამ ახლა სუფთაა და კვალს აღარ დატოვებს. და ახლა ფრენა შეძლებს? კარგად იქნება თუ უნაგირსა და ჩვენს ნივთებს აქ დავტოვებთ. აპას ბეწვს ყალბი კვალის შესაქმნელად გამოვიყენებ და ტანკს ჩამოვიშორებ. ალბი კვალი, მართალია. თავი არ შეგეძინოს ფრენის დროს.
და ახლა ტოპს დაიჭერენ? აი რა! უდუსუნის ძვალი ძალიან მეტკინა. ხორადა. სველი ბეწვის ნაფლეთები. სასიამოვნო სანახაობაა. ეს სამი მუშკეტერი. ნაფლეთები არ არის. ეს უფრო გროვან კონებია. რაღაც ამდაგვარს გავს. ნაკუწებს გულისხმობ? ნაკუწები. ო, ეს ნაკუწებია. აუ, sorry. კვალი იქით მიდის. ავატარს ჩვენი მოტყუება უნდა. იმ მიმართულებით წადით და ბიზონი იპოვეთ. მე კი ამ კვალს გავყვები. ნუ აზულა ჭკვიანია. როგორც წინა სერიაში აღნიშნე, დანარჩენების შედარებით მართლა ჭკვიანია. აუ, ჩაეძინება ვაჭვენ. ბეწვის დამთავრდა. საუნდტრეკი რა არის? საერთოდ ავატარის საუნდტრეკი. დაიცა ეს ის ადგილია? წინა სერიაში. ზუკოს სადაც გქონდა ბრძოლა. დოფი შორს ვერ წავიდოდა. რა ხდება მამა? არა. კატარა. როგორ გვიპოვეს? ნუ კიდევ კარგი. აზულა არა და ეს ცუდია. მარტო მეიდა დაილი. დინარეს უნდა გადავ. რომლებიც ასევე საშიშები არიან. მიდი აბა, ცოტათი შორს გაფრინდი. გამოგვივიდა. უსაფრთხოა. ეს შეძელი აბა. ოკეი. აირი საკმაოდ ხარტია. აუ, კატარა. სწავლობს თავის შეცდომებზე. სოკადამე, ეს საინტერესო იქნება ესე. ერთიც და მეორეც იეხს მშვენივრად იყენებს. კაი. კარგით და, მაგრამ არა. კაი. აუ. როგორ ხარ? არც ისე კარგად. მეგონა როდესაც დაგიჭერდით უფრო აღტაცებულები ვიქნებოდით. გამარჯობა მოსაწყენი. აბაკი. გმადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. უშენოდ რა გვეშველებოდა. ვაუ. მამა ჩვენა თუ ის ბიჭი მართლა საყვარელია. რა? სოკა. აზულა. კარგი, შენ დამეწი. ახლა კი მითხარე, ვინ ხარ და რა გინდა? ამას ვერ მიხვდი? ოჯახურ მსგავსებას ვერ ამჩნევ? აუ. აი მინიშნება. ავატარი უნდა მოვძებნო, რომ ჩემი ღირსება დავიბრუნო. არა უშავს, შეგიძლია გაიცნო. ახლა ძალიან ახლა რა მოხდა? ძალიან ეძინება ყველასროვნებს. დაღლილი ხარ და წასასვლელი არ გაქვს. შეგიძლია გაიქცე, მაგრამ მაინც დაგიჯერ. მე არ გავიქცევი. ტოპი დააირო. აი, შენი ჩაი. ვაუ. მარტო მოგზაურობისთვის ზედმეტად ახალგაზრდა ხარ. თქვენ კი ზედმეტად მოხუცი ხართ. ალბათ მოხუცი ვარ. აი.
ვიცი, რასაც ნუ ვფიქრობ. მარტო არც ერთი იყო და არც მეორე. სხვათა შორის. ეს არ მიფიქრია. თქვენ ჩაის დასხმის საშუალებაც კი არ მომეცით. ჩაი იმიტომ დაგისხი, რომ ამის გაკეთება მომინდა. ეს სხვა მიზეზით არ გამიკეთებია. ხალხი მიყურებს და ფიქრობს, რომ სუსტი ვარ. ჩემზე ზრუნვა უნდათ, მაგრამ ჩემს თავზე მე ვიზრუნებ. ჩემი ბიძაშვილივით ლაპარაკობ. ფიქრობს, რომ ბიძაშვილივით. თვითონ უნდა გააკეთოს და სხვისი მხარდაჭერა ბიძაშვილივით. არ არის. ვისაც უყვარ ხარ, იმას შენი დახმარების უფლება უნდა მისცე. თუმცა მე ჯერ არ ახლა ვფიქრობ. ახლა გაგიცა. და საინტერესო თქმა იყო. ძმისშვილი სად არის? ძმისშვილი. ვეძებ. ბიძაშვილი, მოგესმე თუ არასწორად თარგმნის. ხო, შეიძლება ითქვას. ცოტა ხნის წინ მისი ცხოვრება შეიცვალა და ძალიან რთული პერიოდი აქვს. ცდილობს გაარკვიოს ვინ არის. ამიტომ წავიდა. და ახლა ეძებთ. ვიცი რომ ახლა ჩემთან ყოფნა არ უნდა, მაგრამ თუ დავჭირდები, ახლოს ვიქნები. თქვენს ძმისშვილს გაუმართლა. მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერ ხვდება. გმადლობთ. არაფრის. მომაჯადოებელ უცნობთან ერთად ჩაის დალევა ერთ-ერთი საუკეთესო სიამოვნებაა. არა, თქვენი ნათქვამისთვის მადლობას გიხდით. ძალიან დამეხმარა. მიხარია. თქვენს ძმისშვილს რაც შეეხება, იქნებ უთხრათ, რომ გჭირდებათ. იქნებ. აბა წავიდა ტოფის ცვლილება უკეთესისკენ. ჩემთან ნამდვილად გინდა? ნამდვილად მინდა. ზუკო, რა? შენს გამოჩენას დიდი ხანია ველოდები, ზუზუ. ზუს. ზუზუ, უკან დაიხია ზულა. ის ჩემია. არსად წავალ. აუ, ახლა ბრძოლა ანგისთვის. დააცადე უბრალოდ, დახოცონ ერთმანეთი. არავინ არ მოკვდება, მაგრამ მაინც. ესეც ლურჯი ცეცხლი. ანგი უბრალოდ წავიდა. ვერ წავიდა. ვაუ, ანგი და ზუკო აზულს რას ვაკეთებთ? რა ხდება ამ სერიაში, ხალხო? აუ, შენი. თქვი რა, აზულა ზუკოსთან შედარებით ჭკვიანია მეთქი. აი ხო, მეც აღარ გავიგეორებ. ეს ხო ჩვეულებრივი ფერის ცეცხლი. დავინ ტოფი, კატარა. კატარა. კატარა ჩაერთო. სოკა. დაუბრუნდა ხელები. აირო. ბიძია. ერთი ტოფი შეგვაკრია. ვიფიქრეთ, ჩემი დახმარება დაგჭირდებოდათ. გმადლობ. კურსას ვეილაბის ჩამოვივართ. ვაუ, ყველა აზულას წინააღმდეგ. მტრები და მოღალატეები ერთად მოქმედებენ. საკმარისია. მარცხს ვგრძნობ. თქვენ დამიჭირეთ. არა. პრინცესა ღირსეულად გნებდებათ. არა, არ მჭირა. აх, შენი. რა ქნახლა?
აირო. მოგშორდით. ზუკა თქვენი დახმარება შემიძლია. წადით. არა, აირო არ მოკვდება. მაგის შანსი არ არსებობს. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მაგრამ ამით ვამთავრებთ სერიას? კაი რა. ფილმს ახ კაი. ესე იგი ეს იყო ავატარი ლეგენდა ანგის შესახებ მეორე სეზონის მერვე სერია. სერიის სათაურს ვიხსენებ ახლა. გაქცევა ერქვა. დევნა ხო. ძალიან კარგი სერია იყო. შვენიერი სერია იყო მართლა. არ მომწონებია იმდენად რამდენადაც წინა. მაგრამ მართლა კარგი იყო. რა არ მოხდა ამ სერიაში, ესე იგი თან იწყებოდა უბრალოდ ტოფის და კატარას ჩხუბით. მე დაგვემატნენ აზულა, მეინ და ტაილი. მე დაგვემატა ზუკო, მე აირო და თელი ამ სერიის პირველი ნახევარი იყო კარგი. აი ტოფი რომ გაიქცა მაგ მომენტის ჩათვლით. მეორე ნახევარი იყო შესანიშნავი. ტოფის და აიროს შეხვედრა. ზუკოს გამოჩენა ანგის თვალწინ და ზუკოს და აზულას, ანგი და ზუკო აზულას წინავე. არ ვიცი. და ბოლოს დანარჩენები აზულა რასაც ქვია 6 კაცს გაიქცა უპრობლემოდ. თან აიროს როგორ მოვარდ. ერთი კითხვა ახლა, ანუ ტოფი უსინათლო არის, მაგრამ მიხვდა თუ არა რომ აირო იყო ვინც თუ ერთად მოვიდნენ, მაგრამ ერთად როგორ მოვიდოდნენ. ანუ ტოფი მანამდე წავიდნენ და მე აირო ხო არა ერთად არა შეიძლება. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ტოფმა ისე გახედა რომ ანუ მივხვდი რაღაც აწუხებდა და მაინტერესებდა უბრალოდ ნელ-ნელა ხვდებოდა რომ აირო იყო თუ უფრო იმიტომ რომ ანუ იცოდა უკვე ერთად როგორ იყვნენ მოსულები მაგის გამო. ყოველ შემთხვევაში ტოფმა წარმოაჩინა თავი ამ სერიაში როგორც თავიდან როგორც არც ისე საუკეთესო ანუ გუნდის წევრმა ანუ ჩვენი გუნდიდან არც ისე საუკეთესო ადამიანმა, მაგრამ შემდგომში ახლა რა თქმა უნდა ასე ერთი არ დარჩებოდა და შეძლო თავისი ჯანაშაურის გათვცნობიერება და აიროს დახმარებით რა თქმა უნდა აიროს და ტოფის დიალოგი იყო ძალიან კარგი. და ბოლოში ზუკოს გაბრაზება ორიგინალში რა ხმა ქონდა კიდე წადით ვაგერ კი მაგრამ აი ინგლისურში მომესმა leave რო დაუყვირა მაშინ ეგ მომენტი იყო საკმაოდ ემოციური მეკითხეთ. აი რო არ მოკვდება მაგის შანსი 0.09%-ია. არც 1%-ით არ ვიჯერებ რომ აი რომ მკვდარია, მაქსიმუმ რაღაც ჭრილობა კონდეს ისეთი, რის გამოც ცოტა ხანი ვერ შეძლებს ბრძოლას. ან სიარულს თუნდაც, მაგრამ არ მოკვდება შანსი არა მაგის. ახლა იმიტომ რომ აი რო ისეთი პერსონაჟი, ეს სხვა სერიალი რომ იყოს, რამე ვიტყოდი, კი ბატონო, ელემენტარული Attack on Titan რომ იყოს, ვიტყოდი მოკვდებოდა თქო, მაგრამ ახლა ავატარის ამბები რომ ვიცი, ისეთ პერსონაჟს როგორც აირო თუ მოკლავენ 100 მარტივად და 100 მალე არა კიდე. მეორე სეზონის მეორე სერიაში არა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვნახოთ მე-9 სერია ახლა. და მე კიდე მეათე, ასე რომ კიდე ბევრი საქმე გვაქვს. კარგი სერია იყო, ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს ეს სერიაც ასევე განახარებს.
ასე. ესე იგი გასწრათ ავატარი აირის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი სეზონი თუ შენი კიდე უკაცრავად რა მართლა ვერ დავიმახსოვრე რომ მეორე სეზონს ვუყურებთ. მეორე სეზონის მე-9 სერია 3, 2, 1 დავიწყოთ. Aranetcom-მა. წყალი. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ მანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი ლეგენდა აანგის შესახებ. წავით. ავატარის წინა სერიებში სულ ავიწყდი დასრულს. ნათლო ვარ, მაგრამ ხედველობის პრობლემები არასდროს მქონია. აი. მიწის მართვის დამსახურებით ვხედავ. ის მინე შაქრის დედოფალი. ყველაფერი მივატოვე, რომ ანგისთვის მიწის მართვა მესწავლებინა. ეს აზულა. ამათ შეხედეთ. მტრები და მოღალატეები კი. ერთად მოქმედებენ. მეორე წიგნი მიწა. მე-9 თავი. უსიამოვნო საქმე. უსიამოვნო საქმე. რა არის ამისთანა? აუ იმედი მაქვს გაგრძელებენ ამას. ჯერათ? ამდენი ხნის მანძილზე მასწავლებელს ვეძებდი და დღეს მიწის მართვის შესწავლას ვიწყებ. ეს კარგი. ადგილი იდეალურია, არა? სოკა. ჯერის აღძინავს. გამოძინება სჭირდებათ. საკმაოდ ბევრი მაპატიე. ის გამოვიარეთ სირთულე. დილამშვიდობის მიწის მართვის მოსწავლებ. დილამშვიდობის სიფუტო. მე სიფუკატარას არასდროს მეძახი. თუ ფიქრობ, რომ ასე უნდა მოგმართო. უკაცრავად ძილის კუდავ. მიწის მართვის გაკვეთილს რაც შეიძლება ჩუმად ჩავატარებთ. ვაუ. აუ. სოკა. პირველად რომელ მოძრაობას მასწავლებ? ხვების მართვას? მიწის დროს? იქნებ გომას. მორავის შექმნა მესწავლა. მოძრაობა ქვის გადაადგილებით დავიწყოთ. კარგი. კარგად ჭხარს, კარგად. მეთქი ახლა სწორედ გომის სწავლას მიწის დავიწყებდი. მართვაში მთავარი შენი პოზიციაა. მტკიცეთ და ძლიერად უნდა დადგეთ. სხვათა შორის ანგს თუ მისი გადაადგილება გინდა ანგს მიწა არც ერთხელ გამოუყენებია. გვასავით ნათქვამი მქონდა გონიყვა. გასაგებია. კარგია. თვითონ ეს მოძრაობა მარტივია. პირველ სეზონში მიწა არც ერთხელ გამოუყენა. ცეცხლის კი გამოიყენა, ოდ მიწა არა. კარგი. მზად ხარ რომ ცადო? მზად ვარ. და უკვე არის სწორედ მერცო ეს ქვამ ჰაერის მბრძანებელს მოუგო. ეს უფრო ჰაერი იყო. დაგიჭირე მამა. აირო. ჩამაჟირია. ვუტენ მალე ო. შევიდებით. ბიძია. ლუტენის გარდაცვალების შემდეგ. აზულამ შემოგიტია. ეს მოულოდნელი დარტყმა იყო. თუმცა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. იმედია ისეთია, როგორიც გიყვარს. ეს გამამხნევებელი იყო. მოკლედ ბიძია. რა ვიფიქრე? ადრე თუ გვიან აზულას ისევ შევხვდები. ცეცხლის მართვის რთული მოძრაობები უნდა ვისწავლო, რომ წინააღმდეგობის გაწევა შევძლო. ვიცი იტყვი, რომ ჩემი და უნდა შეურიგდე. არა. შეშლილია და უნდა დაისაჯოს. ვაუ. და დაისაჯოს აიროსგან ამას თუ გავიგებდი. აზულაზე არ მეგონა. არ მესმის რა ვაუ. მოხდა. ზუსტად ის გააკეთა, რასაც შენაკეთებდი.
იქნებ სხვა მეთოდი არსებობს. რა მოხდება თუ ქვას მეორე კუთხიდან მივუდგები? არა, პრობლემა სწორედ ეს არის. ჰაერის მბრძანებელივით ფიქრი უნდა შეწყვიტო. ქვის გადასაადგილებლად სხვა კუთხე. ჭკვიანური გამოსავალი ან ეშმაკური ფოკუსი არ არსებობს. ქვას პირდაპირ უნდა შეხვდე. როდესაც ვამბობ, რომ პირისპირ უნდა შეხვდე, ამას გულისხმობ. ანგს დიდი ხანია ვასწავლი. სწავლების მკაცრ მეთოდებზე არ რეაგირებს. უნდა წაახალისო. შეაქო და კეთილი სიტყვები უთხრა. ეს არა ეს რაც სტოპს კარგად გამოსწორს. მცირე ბიძგის დახმარებით სწორი მიმართულებით უნდა წაიყვანო. გმადლობთ კატარა. ესე იგი მცირე ბიძგი. ამას ვსდი. პირდაპირ მნიშვნელობით. ხლები მაღლა დაიჭერა სუსტო. მეთქი პირდაპირ მნიშვნელობით გაიგებდა ბიძგს. შენი. ქვის მსგავსი. აუ. ბუმერანგი. ვაუ. აუ, რა კაია ამი ნუ ითვისებს. თან ასე გვაჩვენებენ ეს სერიალს. Top. Კარგად ხარ. Wow. აუ, აი ეს მომწონს, როგორც გვაჩვენებენ. ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ ხორცისგან ხარ შექმნილი. უფრო ახლოს მოდი. დაგიჭირე. არა. ხორცისგან შექმნილი იღბლიანი არსება ხარ. ტოპ გვიშვედე. ელვა ცეცხლის მართვის ნათელი გამოხატვა. აგრესიას არ მოიცავს, ძვინვარებასა და იმ სხვა ემოციებს არ გულისხმობს. ელვა ცეცხლის მართვის სხვა ტიპები. ზოგიერთი ელვას ცეცხლის მართვის უწოდებენ. ზუსტი და საშიშია როგორც აზულა. ელვას რომ ცეცხლის მართვის ტიპია ელვა? გასაგებია. ჩაის ამიტომ სვამთ. გონება უნდა დაიმშვიდე. კარგი მოსაზრება. უпроსტოდ ჩვენ შემოენერგია, ენერგია კი ინი და იანია. ინი და იანი. დადებითი და უარყოფითი ენერგიებია. ამ ენერგიების განცალკევება მხოლოდ რამდენიმე მბრძანებელს შეუძლია. ეს წონასწორობას არღვევს. ენერგიას წონასწორობის აღდგენა უნდა და როდესაც დადებითი და უარყოფითი ენერგიები ერთმანეთს ეჯახება, ისინი უნდა გაათავისუფლო. ანუ ელვა შექმნა. ვაუ. აი ეს უკოს სახერა კრიპი იყო აქ. ზადვარ ვცადო. არა. დაიმახსოვრე, როდესაც ენერგიას გააცალკევებ, მართვა არ სცადო. მისი თავმდაბალი გზამკვლევი ხარ. პირველ რიგში ჩაისუნთქე. იგივე გამოვიდა რაც ანგს. ნუ, იგივენაირად. მოვიხდით. ამჯერად განსხვავებული რამ აუ, რა მაგარი. აგიდას უკვე ერთად სწავლობენ. ერთად უფრო სწრაფ ერთდროულად. ახლა ის ლოდი შენკენ წამოვა. თუ მიწის მართვის არს მიხვდი პოზიცია შეინარჩუნებ და ლოდს შეაჩერებ. აი ასე. უკაცრავად ტოპ. დარწმუნებული ხარ, რომ ანგს მიწის მართვა სწორად ასწავლი. მიხარია, რომ ეს მკითხე. სინამდვილეში უკეთესი მეთოდებიც არსებობს. ახლა ლოდის შესაჩერებლად მოგვიწევს მისი ვიბრაციები იგრძნო. გმადლობთ კატარა. გმადლობთ. ტოპ არა ხარ შენ ნორმალური. ტოპი უკვე ჩემ ტოპად საუკეთესო პერსონაჟია. მინდა გითხრათ.
თუმცა ბევრი კი არის შესაძლო ტოპისთვის. აჰა. გონი შემეშინდა. არ ვიცი რა ვთქვა. სათქმელი არაფერია. ყველაფერი გააფუჭა. იდეალური პოზიცია და ფორმა ჰქონდა, მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგა, გამბედაობა არ გეყო. ვაუ. ვიცი. წუხარ. ხო, წუხარ. თუ ქვის შესაჩერებლად საკმარისი სიმტკიცე არ გაქვს, მისთვის შენი გასრესის საშუალება მაინც უნდა მიგეცა და ადამიანივით არ უნდა გადამხდარიყავი. ვაუ, ტოპ. თუ არა ქვასთან პირისპირ შეხვედრას მიწის ნამდვილი მბრძანებელივით. არა. გონი ვერ შევძლებ. ანგ, ეს რთული არ არის. დაისვენე და ვარჯიში მაშინ განაგრძე, როდესაც მზად იქნები. გარდა ამისა, წყლის მართვაც უნდა ისწავლო, ხომ ასეა? ხო. კარგი აზრია. წყლის მართვა ხო? ხო, მიდი. წყლით ითამაშე, სანამ უკეთ გახდები. ტოპი ბავშვია. კატარისთან შედარებით პატარა არის და ყოველთვის ასე ხდება. ჯერ ნერვებიც არ ყოფნის და მე შინოდა. გავასწრებაც არ აქვს მასწავლებლობაში, ასე რომ უფლების ანამ შენს შინაგან მღელვარებას არ გაუმკლავდები. რა მღელვარებას? ზუკო, სირცხვილის გრძნობისგან უნდა გათავისუფლდე თუ გინდა რომ სიბრაზემაც გაგიაროს. ხო, მაგრამ სირცხვილს არ ვგრძნობ. როგორც ყოველთვის ამაღლება. პრინცო ზუკო, სიამაყე სირცხვილს არ ეწინააღმდეგება სიამაყე სირცხვილის წყაროა. მორჩილება კი სირცხვილის ერთადერთი შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა. ხო, ბოლო დროს ჩემი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებისგან შედგება. ახალი იდეა მაქვს. ცეცხლის მართვის ისეთ მოძრაობას გასწავლი, რომელიც აზულამაც კი არ იცის, იმიტომ რომ მე მოვიგონე. კარგი. აუ, სოკა ისევ აქა. ალბათ ფიქრობ, რომ ეს დავიმსახურე, არა? მიშმინე, მაბატია, რომ შენზე ვნადირობდი, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენაა. დიდი არსებები პატარა არსებებს ჭამენ. აქ პირადული არაფერია. ამჯერად სხვაგვარად გამოვიდა. მაღიერებ, საყვარელი ხარ. კარგი. დამარწმუნე. თუ აქედან ცოცხალი ამოვა, კარმას დავემორჩილები და ვეგეტარიანელი გავხდები. არანაირი ხორცი. თუმცა ხორცი ძალიან გემრიელი. ხორცი ძალიან გემრიელია. ვაუ. როგორც ჩანს, კარმა უკვე სამაგიეროს მიხდის. არა უშავს მოვწევ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. დაბრუნდი ბუმერანგო. სოკა ახლა მთელ სერიას ურმოში გაატარებს თუ რა? ის რაც ხელს გიშლის დროებითია, ხომ იცი? ამაზე ლაპარაკი არ მინდა. შენ თვითონაც ხომ გესმის, რომ ეს პრობლემაა? თუ ამ სირთულეს პირისპირ შეხვდები და არ გაექცევი. ვიცი. ყველაფერი მესმის, გასაგებია? პრობლემას ქვასავით უნდა შეხვდე. ამის გაკეთება არ შემიძლია. არ ვიცი რატომ არ შემიძლია, მაგრამ არ შემიძლია. ანგ, თუ ცეცხლი და წყალი ერთმანეთს უპირისპირდება, მაშინ ჰაერს რა ეწინააღმდეგება? ალბათ მიწა. მიწა. კი. ყველაფრის სწავლა სწორედ ამის გამო გიჭერს. მოწინააღმდეგე სტიქიასთან მუშაობ, მაგრამ კი, ჰაერს ეწინააღმდეგო მიწა. სწრაფად ამიტომ არის მიწის შესწავლა ანგისთვის ასე რთული. შესანიშნავია. ასევე წყლის საკო მოცემულის რეაქცია იყო. მადლობ, გატარა. სიფუ, გატარა. ცეცხლი ძალაუფლების ელემენტია. ცეცხლის სამეფოს ხალხს დიდი სურვილი, ნებისყოფა, ენერგია და ძალა აქვს, რისი დახმარებითაც მიზანს აღწევს. მიწა მატერიის ელემენტია. მიწის სამეფოს ხალხი მრავალფეროვანი და ძლიერია. ისინი შეუპოვრები და ამტანები არიან. ჰაერი თავისუფლების ელემენტია. ჰაერის მომთაბარე ტომები ამ ქვეყნიური საფიქრალისგან გათავისუფლდნენ. ამ გზით მშვიდობასა და თავისუფლებას დაეუფლნენ. გარდა ამისა, ნათელია, რომ იუმორის გრძნობა აქვთ. კი, ჰაერის ბრძანებლებს აქვთ. წყალი ცვლილების ელემენტია. წყლის ტომის ხალხი ბევრ რამეს ადვილად ეჩვევა. ნავას სიმბოლოები, ლოგოები გონწონს. აქვთ, რისი დამსახურებითაც ყოველთვის ერთად არიან. ამ ყველაფერს რატომ იყვები? მნიშვნელოვანია, რომ სიბრძნე სხვადასხვა წყაროდან შეიცნო. კი. სიბრძნეს მხოლოდ ერთი წყაროდან შეიცნობ, მყარი და მოძველებული ხდება. სხვების ვაუ, გაგება, საინტერესოა. ერების შეცნობა და გეხმარება, რომ ერთ მთლიანობას სხვა ერების შეცნობა.
ამ 4 ელემენტის განხილვა ვატას აუ, ერთ ადამიანში 4 ელემენტის გაერთიანება ჩვენ კი გვაქვს ერთი გუნდი, ადამიანად აქცევს. სადაც ამას შენი გაძლიერებაც შეუძლია. სამი გვყავს. მოძრაობა, რომელიც უნდა ბრძანებელი. წყლის მართვის შესწავლის დროს შევქმენი. წყლის, აირის და მიწის. და ცეცხლის გვაკლია ზუსტად. შეიძლება უბრალოდ ფანტაზია, მაგრამ ანგ, ეს თხილი იმედი შეშჭა. მაქვს. ვიფიქრე არ გაბრაზდებოდი. და თუ გაბრაზდები, მაინც ვერაფერს დამიშავებ. ნამდვილად არ უბრაზდები. სხვებისთვის ჩემი რაღაცების განაწილება მახარებს. მიხარია რომ ასე ფიქრობ. იმიტომ რომ თხილის ახალი, შესანიშნავი სამტვრევი ჯოხი მაქვს. იცი, წინააღმდეგი არ ვიქნები თუ შენ ეს უძველესი ნივთია, ბერებმა დაამზადეს. ფაქიზი ინსტრუმენტია. ეს აქ ერთადერთი ფაქიზი ინსტრუმენტი არ არის. ტოპ. ანგ, ხომ არ გინახავს? მედიტირებ. ეს მნიშვნელოვანია. ზე თითქმის ჩავიდა და სოკა არ დაბრუნებულა. მის მოსაძებნად უნდა წავიდეთ. კი, სოკა ორმოში ნებიურობს. თუ ამ სიტუაციას გადავურჩი, უარს მხოლოდ ხორცი არ ვეტყვი. სარკაზმსაც დავივიწყე. აი ეს სოკა. ხოლოდ ეს ვაუ. ასეთი ვარ. სოკა ხორცისა და სარკაზმის მოყვარული ბიჭია. არ მოგატყობთ, ასე რომ კონდეს თემები. ოდნავ გასწორებული ეს გონდა. შევთანხმდით. მოხდებოდა. მადლობა ღმერთს. ასე უხდება. არ გათხარ? გაჩერდი. თითებს დამაზრობ, მაგრამ აქედან მაინც ვერ ამომიყვან. მგონი? მიწას გამოიყენებს. არა, მიწით ამოიყვან. ასე ჩიტავს სოკას თმებს. ვიცი ამ საქმეში ახალ ბედა ხარ, მაგრამ მიწის მართვა მჭირდება. ამაზე რა სიტყვი? არ შემიძლია. კი, ვერ გავაკეთე. შეგიძლია, მიდი. თუ ამის გაკეთებას ვერ შეძლებ, ტოფი მოიყვანე. ვერც ამას გავაკეთე. ვერ გააკეთე? რატომ? თავს ძალიან უხერხულად გვწნო. უხერხულად? არა. არ მინდა რომ თავი უხერხულად იგრძნო. მადლობ სოკა. ვაუ. მიწის მართვამ ძალიან დამაბნია. დაძაბული ვარ. ყველა ელის რომ ყველაფერი გამომივა. ეს უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს. უხერხული მდგომარეობა. მგონი შენი მესმის. თუ ვცდილობ, არაფერი გამომდის. მაგრამ თუ არ ვცდი, ამას ვერასდროს ვისწავლი. თითქოს გვებს შორის ვარ მოქცეული. კი. ეს ჩემი მეგობარი ფუფუ მხიარული პუპსია. ფუფუ მხიარული პუპსი სამია. ხმალკბილა ირემლომისთვის საყვარელი სახელია. მართლა? ხმალკბილა ირემლომს არ გავს. ამას ვერ მიხვდები, სანამ დიდი კბილები და რქები არ გაეზრდება. აკრას აკეთებ პატარა. დედა დაკარგე? ეს ის დედა. წყლის მბრძანებლები წყლის ნაკადს მართავენ. სერიოზულად წყლის თავდაცვას თავდასხმად აქცევენ. სპეციალების ტექნიკას იყენებს? წინააღმდეგი იყენებენ. ამილეთის გაკეთება ელვით ვისწავლე. ელვის მართვას მასწავლი? თუ ენერგიას შენს სხეულში ელვის მართვა, აუ, რა კაია. ახובה. გზა უნდა შექმნა, რომელიც შენი თითებიდან აუ, როგორ მიედინება. მგონი ხო. მიდი, მოძრავე. დინება უნდა იგრძნო. აუ, რა კაია. თან წყლის სპეციალობას ახლა ვერ ისწავლის ჯუკო, მაგრამ ყველაფერი გაიგე. თან წყლის სპეციალობის ტექნიკას სწავლობს. ელვის ვცადო. არა. დაგიჟდი? ელვა ძალიან საშიშია. მეგონა მთავარი ეს იყო. მისგან თავის მასწავლე. ხო, მაგრამ ელვას არ გესვრი. თუ გაგიმართლებს, ამის გამოყენება არასდროს მოგიწევს. კი, ზუკო. ძალიან იმასშია. კარგი, თუ არ დამეხმარები, ელვა სხვაგან ვიპოვი. გამარჯობა. შენი შვილი ვიპოვეთ. ხედავ? არაფერს გარჩით. შენი მეგობრები ვართ. ანგე სუდია, უნდა მომიყვანო. აი, სპეციალობა.
ეს ძალიან ცუდია. გთხოვან, მიწის მართვის გამოყენებით მომიყვანე. სხვა გზა არ გვაქვს. მედიან. არა. არა. შემომხედე. იქნება ორმა შეჭირდება რა. სერიოზულად ანუ. გთხოვ, არ მიმეტოვო. იქნება რაღაცა არის იქ, რასაც იცავდა. Stop. აქ რა საკეთებ? წარმოდგენით ვტყვები. რა? ამ ხნის მანძილზე აქ იყავი? რა თქმა უნდა. რატომ არაფერი გააკეთე? სოკა საფრთხეში იყო. მეც საფრთხეში ვიყავი. მისი ამოყვანა და ჩვენი დახმარება შეგეძლო. ალბათ ვერ მივხვდი. საკმარისია. ჩემი ჯახი დამიბრუნე. ახლავე შეასრულე. რა? მიწის მართვის მოძრაობა. ახლა ხან შეშლილი ურჩხული მოიგერიე და რაც უფრო შთამბეჭდავია წინააღმდეგობა გამიწიე და ნივთი დაიბრუნე. მაგრამ შეასრულე. ვაუ. გამოგივიდა. მიწის მბრძანებელი ხარ. ვერ ვიჯერებ. ეს ნამდვილად შესანიშნავია. მაგრამ გამოვიყვანეთ აქედან. იქნება მომიყვანოთ, რომ ორივეს თბილად ჩაგიხუტოთ. რა თქმა უნდა, სოკა. ჯობია ამის გაკეთების საშუალება მე მომცე. ამისთვის ჯერ გამოვწდელი ხარ. შესაძლოა გაჭყლიტო. კი. ხო, ეს არ გვინდა. ეს გაიყო. იპოვეთ. ამ დროის მანძილზე ხრელში ვიყავი. არ ვიცოდი გადავრჩებოდი თუ არა. ამან იმაზე დამაფიქრა, რაც მნიშვნელოვანია. მე ვხვდი, რომ კატარა შეხედე. ვეგეტარიანები უნდა ვიყო. გამოგივიდა. ვიცოდი რომ შეძლებდი. ხუმობიერი იყავი, ხომ ასეა? ხო, ეს სასწაულებს ახდენს. ტოპი თვითონ სწავლობს. თან აღიც სწავლობს ტოპისგან, თან ტოპი თვითონ სწავლობს. და ფიზიკურად დანარჩენებისგან. ნუ ბრძანებლობას არ გულისხმობ. უბრალოდ რაც საჭიროა იმას სწავლობს. აზულა ყოველთვის ხელს მიშლი. თუმცა ამის აღარა შემიძლია და ახლა წინააღმდეგობასაც გაგიწევ. ზუკო ელვას მიდი, შემომიტიე. შენთვის სამაგიერო ჯერ არ გადამიხდია. მერთო ზუკო ზუკო რელიზი მოამზადა აჭარა.com. ის რა მე გავგიჟდი თუ დამეტანი კარგი არის ეს მეორე სეზონი. ერთი ცუდი სერია არ გქონია. და არც საშუალო. კაი. რა უნდა ვთქვა? არც არაფერი. ეს იყო ავატარი ლეგენდა ანგის შესახებ. პირველი სეზონის მეცხრე სერია. თუ არ ვცდები სერიის სათაური იყო არ მახსოვს ეს ახლა. ასე თუ ისე სერია მომეწონა. კარგი იყო ნამდვილად. გავარკვიეთ როგორც იქნა ელვის შესახებ. აუ, ამდენი ხანი ვფიქრობდი, საიდან მქონდა აზულას ესევა, მეთქი და უბრალოდ ეს იგი ის ყოფილა. ცეცხლის ერთ-ერთი როგორ თქვა? ცეცხლის ტექნიკის ერთ-ერთი ტიპი რა. მიხით რასაც გულისხმობ, რომ აღარ მახსოვს ახლა როგორ აღწერა აი რომ ძალიან კარგი იყო ზუკო ინდენა შეისწავლის ელვას და ეს ბოლო სცენა იყო აშკარა რომ ზუკოს უნდა ახლა მაგრამ რავი
ძალიან ისეთ მეთოდებს იყენებს. ანუ ზედმეტად კაცრია ჯერ საკუთარი თავის მიმართ და მერე ზედმეტად ჩქარობს და ზედმეტად აგრესიულია და სხვათა შორის ტოფიც. ტოფი აგრესიული არის აანგის მიმართ, მაშინაც კი როცა საჭირო არა, ანუ ბოლოში კი დაუჯერა კატარას და როგორც საჭირო იყო ისე მოიქცა. მაგრამ აი იმ ქვის დაჭერის მომენტში ცოტა სხვანაირად დალაპარაკებოდა კიდე შეეძლო აანგს რომ რამე გაეკეთებინა. მაგრამ მანამდე ეს იყო რა ქვია პრობლემა, ანუ აანგსაც ჰქონდა ის პრობლემა ელემენტის მიწის, მაგრამ ანუ ჯერ წყლის ელემენტის პრობლემა რა ჰქონდა, კატარა იმდენად დაწმებული ვარ ახლა კატარაც იყო ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ იმდენად არა ახლა რამდენადაც ტოფი. და ტოფმა ნამდვილად ეს უნდა ისწავლოს და ამოღამოს, იმიტომ რომ ტოფი თვითონ გამოუცდელია, ანუ მასწავლებლის როლში არასდროს ყოფილა ჯერ იყო 12 წლისა და ფაქტობრივად ისეთივე ბავშვია, როგორიც აანგი. და კატარაზე უმცროსიც არის და ნერვები არ ყოფილის რა თქმა უნდა. ნუ ნერვები დიდად პრობლემა არა, ეს თავიდან აანგიც ასეთი ეს იყო ზედმეტად ენერგიული და ზედმეტად ცანცარა და ჩქარობდა ყველაფერში. თუნდაც აგერ იმ სერიას ვიხსენებ, მე-16 იყო მგონი კატარას ხელები დაუწვა აანგმა პირველი სეზონის მე-16 სერიაში. ჯაოს მასწავლებელთან რომ იყვნენ რა. აი მაშინ სხვათა შორის აანგი უფრო ისეთი იყო რა. უფრო ნაკლებად პასუხისმგებლიანი, უფრო ჩქარობდა და ძირითადად სიჩქარეში გაქონდა ესენი რა. სიჩქარეში და უფრო ნაკლები, ანუ სწრაფად უნდა რა ყველაფრის ათვისება. და ამის გამო პირიქით უფრო მეც გარგავდა და იგივე დაემართა ახლა იმას ტოპს. ანუ ტოპმა სიჩქარა აანგის სწავლებაში ძალიან ისეთ სხვა სტადიაზე გადავიდა. მაგრამ აანგმა ისწავლა, ანუ ისწავლა რა, ახლა კარგად დაიწყო ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ხო, ტოპმა ცოტა უნდა მოუკლოს სიმკაცრეს და ცოტა ის რა ქვია. მეტად შეუწყოს ხელი აანგს, იმიტომ რომ ეს მართლა საჭიროა. ანუ ბოლოს და ბოლოს მთელი სამყაროს ის არის ბედი ჩვენზე დამოკიდებული და ძირითადად ტოპზე, რადგან აანგის მასწავლებელია. და კარგად იმას იზამს. ანუ კარგად თუ ასწავლის, აანგსაც ყველაფერი გამოვა. და აი სხვათა შორის ჯერჯერობით, რასაც მე უყურებ, ყველაზე კარგი მასწავლებელი არის აირო. სერიოზულად ამ სერიაში ვიფიქრე, რომ აირო აფეთქდებოდა და რაღაცას ჩატყავდა ზუკოს. იმიტომ რომ რავი, ზუკო საკმაოდ ისეთია. ანუ იქ ერთ შემთხვევაში მასწავლებელი არის საკმაოდ აგრესიული და მეორე შემთხვევაში მოსწავლე. არც ერთი და არც მეორე დიდად ხელსაყრელი არ არის. მაგრამ იმედი მაქვს ამ სერიაში უკვე ზუკო დაბრუნდება აიროსთან და ჩვეულებრივი ტემპით განაგრძობენ სწავლას ყოველგვარი ზედმეტი ზეწოლის და ზედმეტი აგრესიის გარეშე. და იგივეს იზამენ აანგი და ტოფიც. ახლა დავიწყოთ მეათე სერია დღესთვის ბოლო. წავედით. ჯერჯერობით სერიები მომწონს. ნახოთ ეს რითი გაგვახარებს. ავატარი, აირის უკანასკნელი ბრძანებელი. მეორე სეზონის მეათე სერია, რაც არ უნდა იყოს სათაურად. 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი წინა სერიის სათაური კი არ გინახავს. ჯანდაბას მე ნახავ. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა.
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ მანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. რა თქმა უნდა. ავატარი. ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი. ავატარის წინა სერიებში აბა ვნახოთ. საიდუმლო ბიბლიოთეკა აღმოვაჩინე. თითოეულ გრაგნილს გადავხედე. ჯაო. და მივიდა. საიდუმლო ბიბლიოთეკა. სოზინის კომეტა ზაფხულის ბოლომდე ო, კომეტა. და მისი ძალის გამოყენებით ცეცხლის ბატონი ოზაი ომს სამუდამოდ დაასრულებს. ცეცხლის ბატონი უნდა დაამარცხოს, სანამ კომეტა და პირველი სეზონის მე-9 სერია, თუ ბეათი აღარ გასულს უკვე. მეორე წიგნი, მიწა, მეათე თავი, ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა. არ მითხრათ, რომ ის ბიბლიოთეკა, რომელშიც ჯაო იყო. აქ რა არის? ბევრი რამ. ასობით პატარა. ვიცი რომ მიწის ქვეშ ხედავ, მაგრამ სიურპრიზი არ გააფუჭა. უბრალოდ უყურე. ორკესტრს ვკრებ. ორკესტრს არა? ლადი და. აუ მომო. შვენიერია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი არ გვაქვს. გეგმას უნდა ვადგენდეთ. გეგმა უკვე გვაქვს. ყველანი დასვენების ადგილს ვარჩევთ. დასვენების დრო არ გვაქვს. ელემენტებს ტოპ. რომ შემიძლია სწრაფად შევეჭრა. ტოპი რომ ალაპარაკდა ნახეთ დასვენებაზე. დალხონი არ დამიზოგავს. ო, რა მოხდა თუ თავისუფალ დროს გავერთობით? თუნდაც ყველა ელემენტს დაეუფლო მერე რა. ცეცხლის სამეფოს რუკა მაინც არ გვაქვს. იქნებ დასავლეთით ვიაროთ, სანამ ცეცხლის ბატონის სახლს მივადგებით. შეიძლება? აქ ხარ ცეცხლის ბატონო. არის საგვინმე? არა მგონია. თუ ომის მოგება გვინდა, ინფორმაცია გვჭირდება. ანუ ინფორმაციის შესაგროვებლად არიან? დასვენებას მოვჩებით და მერე სოკას ინფორმაციას მოვიძიებთ. შენი ჯერია გადარა. სად გინდა დასვენება? პალმების ნისლიან ოაზისზე რა სიტყვი? საინტერესო უნდა იყოს. იქ ყოფილ ვარ. დახვეწილი ბუნებრივი გარემოა და როგორც წესი სიტყვა დახვეწილს არ ვამბობ. ბუნების ერთ-ერთი სასწაული. როგორც ის დახვეწილს. ალბათ ჩემი იყო. არყოფნის შემდეგ ფლობელი შეეცვალა. აჰა. ო. კარგი ასრია, გადარა. ერთი მანგო თუ შეიძლება. ო. სანამ სტრატეგიას დავგეგმავთ, ხილის სასმელის დაგემოვნებით არაფერი დაშავდება. უკაცრავად. ნუ ღელავთ, მარტივად დავალაგებ. ცოცხალი რელიკვია ხარ. მადლობ, ცდილობ. ჰაერის მბრძანებელი ჩემ თვალწინაა. პროფესორი ზეი, ბასინგსეს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ბასინგსეს უნივერსიტეტი. მითხარი, ჰაერის რომელი ტაძრიდან ხარ? სამხრეთის ტაძრიდან. შესანიშნავია. მითხარი, რა არის შენი ხალხის მთავარი სამეურნეო ნაწარმი? ხილის ღვეძელი სამეურნეო ნაწარმია. ძალიან საინტერესოა. ეს უნდა ჩავიწერო. პროფესორო, გეტყობათ ბევრი გიმოგზაურიათ. უფრო ახალი რუკა არ გაქვთ? ჩვენი მოზველებული ჩანს. რა თქმა უნდა. რუკა დაგჭირდება. ცეცხლის სამეფო არ არის აღნიშნული. იმ ადგილის რუკა არავის აქვს? უდაბნოში ბევრი გიმოგზაურიათ. სამწუხაროდ უშედეგოდ. მიწის მთელ სამეფოში დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები ვიპოვე, მაგრამ მთავარ განს მაინც ვერ მივაგენი. ვან შიტონგის ბიბლიოთეკას. ო, უდაბნოში წლობით იმიტომ მიარეთ, რომ ვიღაცის ბიბლიოთეკა გეპოვათ? ის ბიბლიოთეკა ოქროზე ძვირფასია, ქალბატონო. ამბობენ, რომ იქ ცოდნის უდიდესი წყარო ინახება. ცოდნა კი ფასდაუდებელია. კარგი უნდა იყოს.
მართლაც არის. ლეგენდის თანახმად ბიბლიოთეკას სწავლულმა ვან შიტოგმა ცოდნის მაძიებელი მელების დახმარებით ააშენა. იმ საულს მიმზიდველი დამხმარეები ხავდა არა? გონი ნამდვილი მელები იგულისხმა სოკა. ორივე მართალი ხართ. შვენიერი არსებები არიან. ვან შიტოგმა და მისმა ცოდნის მაძიებლებმა წიგნები მთელ მსოფლიოში შეაგროვეს და კაცობრიობას წასაკითხად შემოგთავაზეს. ასე განვითარებას შეძლებდით. თუ იქ მთელი მსოფლიოს წიგნები ინახება სისხლის სამეფოს შესახებაც ექნებათ რამე. იქნებ რუკა ჰქონდეთ. არ ვიცი. კაი. ვან შიტოგის ბიბლიოთეკაში იქნება. ვან შიტოგის. მაშინ გადაწყდა. ანკ, გონი ჩემი ჯერია. დასვენების ადგილად ვირჩევ ბიბლიოთეკას. მოიცადე, ჩემზე რა სიტყვი? როდის უნდა ავირჩიო? ჩვენთან ცოტა მეთხანს უნდა იმუშაო, სანამ დასვენების მოთხოვნა შეძლებ. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა ვიპოვოთ. ეს სივონგის უდაბნოში რამდენჯერმე წავედი და სიკვდილს ძვირს გადაურჩი. სამწუხაროდ, იმ უდაბნოს გადაკვეთა შეუძლებელი ჩანს. ჩვენთვის არა. პროფესორო, გინდათ ჩვენი მფრინავი ბიზონი გაჩვენოთ? მფრინავი ბიზონი? ასეთი გყავთ? ქვიშის ხალხო, წადით, ბიზონს მოშორდით. ქვიშის ხალხო? მფრინავო ბიზონო, შენ სახეობაში უკანასკნელი ხარ? შვენიერია. ნეტავ შენი ენა მესმოდეს. უკანასკნელი. საოცარ ამბებს მომიყვებოდი. ჩუმად ლაკლაკა მაიმუნო. რა? მაგარია. აკაზე მომაც უკანასკნელია სხვათა შორის. ეს ადგილი საერთოდ არსებობს? ზოგი ამბობს, რომ არ არსებობს. აქამდე არ უნდა გეთქვა? კი. იქ არის. რა? ასე იტყვით, როცა შენიშნავთ. დოფ. მეთქი რა დაინახა. სიმაღლიდან დიდი შენობის დანახვა ძნელი არ უნდა იყოს. აი, რა არის? დაივიწყეთ. არა მგონია ეს ბიბლიოთეკა იყოს. ამ ნახატზე დიდი შენობაა. მაგრამ დაწმუნებული ხართ რომ ეს შენობა ზუსტად იგივე არ არის როგორც ეს იყო. რა ცხოველია? მგონი ცოდნის მაძიებელია. ალბათ ბიბლიოთეკას მიუახლოვდით. არა. ბიბლიოთეკა ეს არის. შეხედეთ, აჰა. თლიანად შემარხულია. თლიანად შემარხ. კაი. მე მეგონა მარტო ეს ერთი შემორჩა. ბიბლიოთეკა ნახია. ჩამარხულია. ჩემი ცხოვრების ამბიცია რაც არის. ქვიშაშია ჩაფლული. კარგი. ამოთხრის დროა. წარმატებული. საჭირო არ იქნება. შენობა შიგნიდან უვნებელია. თან უზარმაზარია. ისმელა ფანჯრიდან შევიდა. უნდა აუძვრეთ და შევიხედოთ. მე კი ვფიქრობ, რომ უჩემოდ უნდა წახვიდეთ. ბიბლიოთეკებს ვერიდან. წიგნები აქამდეც მჭერია და სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც ვერ მართობს. ვერ კითხულობ დაიბიდო. მოგადია. რაღაცის მოსმენა თუ დაგჭირდებათ, გამაგებინეთ. არი დარდო მეგობარო. მიწის ქვეშ აღარასდროს ჩაგიყვან. აქ დარჩი, ტოპთან. აპა და ტოპი ერთად. აი, ხდება. საოცარია. სულებმა აქაურობის შექმნაში ძალები არ დაზოგეს. იმ შვენიერ საყრდენებს შეხედეთ. რა გაცინებთ? არაფერი, უბრალოდ არქიტექტურა გვიყვარს. მეც მიყვარს. ნახეთ. კრამიტით გაწყობილი ფრინველის სიმბოლოს ეს საუცხოო მოზაიკური ნაკეთობა. კარგი ბუა.
რა? გამარჯობა. ვიცი რომ მან ხართ. ვაუ. გამარჯობა. მე პროფესორი ზეი ვარ, ბასინგსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კათედრის თავმჯდომარე. როგორც შემოხვედი ისე გადი. თუ არ გინდა რომ ანთროპოლოგიის კათედრას უთავო თავმჯდომარე ყავდეს. თქვენი სული ხართ, რომელმაც ბიბლიოთეკა ფიზიკურ სამყაროში ვიდა ეს ის? ვან შიტონ. ბუა ეს თუ? ჭოდი. არა თქვენს ბუაო. თქვენ კი აშკარად ადამიანები. ის ვინც 100,000 რამეც 1000. ადამიანებს რას ერჩით? ადამიანები მხოლოდ იმიტომ სწავლობენ, რომ მათ სხვა ადამიანებს აჯობონ. როგორც ცეცხლის მბრძანებელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოვიდა და მტრის განადგურდა. მითხარით, თქვენ მისი განადგურება გინდათ? რა? ოზარის. არავითარი განადგურება. ეს არ გვაინტერესებს. მაშინ აქ რატომ მოხვედით? ხოლო ცოდნის შეძენა გვინდა? თუ ყოვლის მცოდნე სულის მოტყუებას აპირებ, უფრო მეტად მაინც ეცადე. არ ვიტყუები. ავატართან ერთად მოვედი, რომელიც ჩვენ სამყაროებს შორის ხიდს წარმოადგენს. ის დამიდასტურებს. ვუდასტურებ. თქვენს ბიბლიოთეკაში მიღებულ ცოდნას ცუდად არ გამოვიყენებთ. კეთილოსულო, პირდებით. კარგი. ჩემი დიდი კოლექციის დათვალიერების უფლებას მოგცემთ. ოღონდ ერთი პირობით. უნდა დაამტკიცოთ, რომ ღირსეული სწავლულები ხართ. ამისთვის ცოდნა უნდა გაიღოთ. გთხოვთ, ბიბლიოთეკაში ეს ტომი ჩემგან საჩუქრად მიიღოთ. პირველი გამოცემა. ძალიან კარგი. წყლის მართვის შესახებ გრაგნილი მაქვს. საკმაოდ დახვეწილი ილუსტრაციებია. ვიცი. ალბათ ესეც ითვლება. კარგი. დიდოსულო. ამას უყურე. ნახვალის. განსაკუთრებული კვანძია. ესეც ცოდნად ითვლება. არც ისე გონიერი ხარ, ხომ ასეა? კი. ბიბლიოთეკა თქვენს ხელშია. შენ ხომ მაინც გაგაცოლე. ვერ ვიტყვი. რაკან გადის შეიძლება ჭრილში. ენა გიყვარს? რა თქმა უნდა, მე მიწაზე მირჩევნია, სადაც დანახვა შემიძლია. თუმცა შენსავით ვერ ვხედავ. გებით მიწიდან ვიბრაციებს ვგრძნობ. მაგრამ ეს ქვიშა ძალიან ფხვიერი და მოძრავია. ყველაფერს ბუნდოვნად აღვიქვამ. თუმცა ამაში ცუდი არაფერია. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ამ უცნაურ ლომკოებს შეხედეთ. უფრო უცნაურიც მინახავს. ანგ, იცოდი რომ წინა ცხოვრებაში ცაცია იყავი. ვიცოდი რომ განსაკუთრებული ვიყავ. ცეცია. ცეცხლის ერის ისტორიაში უბნელესი დღე. თარიღია მითითებული, თუმცა სხვა არაფერი წერია. თარიღი დაიმახსოვრე. ან ჩაიწერე, მნიშვნელოვანი იქნება. არ მოიპარეს. საკა, სად მიდიხარ? მაინტერესებს რა შეემთხვა ცეცხლის ერს უბნელეს დღეს. საინტერესო ჩანს. საინტერესო ჩანს, ნამდვილად. ცეცხლის ერის შესახებ ინფორმაცია ზემოთ უნდა იყოს. ცეცხლის მბრძანებლები. ყველაფერი გაანადგურეს, რაც ცეცხლის ერს ეხებოდა. უსამართლობა. როგორც კი ვფიქრობ, რომ ცეცხლის ერს ერთი ნაბიჯით ვუსრებ, ვიგებ, რომ დიდი ხნის ჯაო, ალბათ. უნდა ვიცოდე უბნელეს დღეს რა მოხდა. სოგა. გამარჯობა. პატარა უცნაურო მელაბიჯო. მგონი უნდა რომ დაგეხმაროს. კი. კარგი. მაშინ გამოყვები. Wow.
ვარსკვლავები. ეს ოთახი ნამდვილი სასწაულია. მექანიკური სასწაული. ამ პლანეტარიუმში ცის მოძრაობა ჩანს. შვენიერია, მაგრამ ეს რით გვეხმარება? იქნებ ციფრულად თარიღებსა და საათებს აღნიშნავს. სოკა, ის ციფრები აკრიფებენ. კატარა. მელას თვალწინ ვერ გავაკეთებ. ბუშთან ერთად არის. სხვა გზა არ გაქვს. ნო, ინი და იანი. უნდა ვაღიარო, სოკა. დასვენებისთვის ნამდვილად საუკეთესო ადგილი აირჩიე. აშკარად. მოიცადე, მზეს რა დაემართა? შვენიერია, ალბათ გააფუჭე. უბნელესი დღე. გული არ არის. მზის დაბნელება იყო. მზეს მთვარე გადაეფარა. ეს მზის დაბნელება. ცეცხლის ერის ისტორიაში პირდაპირ გაგებით უბნელესი დღეა. კი. ახლა მესმის. იმ დღეს საშინელება მოხდა. არ ვიცი რა, მაგრამ ვიცი რატომ. მზის დაბნელების დროს ცეცხლის ბრძანებლები ძალას კარგავენ. წუხარ. ლოგიკურია. გაიხსენე ჩრდილოეთ პოლუსზე მთვარის დაბნელებამ წყლის ბრძანებლებს რა დამართა. კი. მნიშვნელოვანია. კარგი, დაიმსახურე. ეს ინფორმაცია ბასინგსეში მიწის მეფეს უნდა მიუტანოთ. მომდევნო დაბნელებას დაველოდებით და ცეცხლის ერს მაშინ შევუდევთ, როცა უძლურები იქნებიან. ცეცხლის ბატონი დამარცხდება. მოკვდავები, პროგნოზირებადები და საშინელი მატყუარები ხართ. ეს ცუდია. ჩემს ნდობას უღალატეთ. ამ სოფლის გამოყენება თავიდანვე ბოროტის რახვებისთვის გინდოდათ. არც ისე ბოროტის ხოთა შორის. ცეცხლის ერია ბოროტი. ხომ ნახეთ თქვენს ბიბლიოთეკას რაც გაუკეთეს. დამანგრეველი და სახიფათო ხალხია. ეს ინფორმაცია გჭირდება. გქონია პირველი ადამიანი ხარ, ვისაც მისი ომი გამართლებული ჰქონია. შენამდე სხვა უთვალავი ადამიანი აქ იარაღს, სისუსტეებს ან საბრძოლო სტრატეგიებს ეძებდა. არჩევანი არ გქონდა. ხოლო ჩვენი საყვარელი ადამიანების დაცვა გვინდა. მე კი იმას დავიცავ, რაც მე მიყვარს. ვაიმე. რას ეკეთებთ? ჩემს ცოდნას ვიბრუნებ. ამით ცუდად ვეღარავინ ისარგებლებს. ცოდნა უნდა. აქედან უნდა გავა. სამწუხაროდ ამას ვერ დავუშვებ. ისედაც ზედმეტი იცით. ვინ არის ეს ბუ? უკვე გითხარი, ჩახუტება არ მინდა. ბიბლიოთეკა იძირება. ბიბლიოთეკა იძირება. მიდი ტოპ. მარა ეს ქვიშა, ხო, და რა მიწა. კაი. კაი, მიდი. ცოდნის დიდოსულო, გევედრები. შენი ფასდაუდებელი ტომების დიდი ნაკრები არ გაანადგურო. ჯობს გაიქცეთ დროულად. ვოუ. ზედაპირზე უნდა ავიდეთ. სოკა, წამოდი. მაგრამ ჯერ არ ვიცით მომდევნო დაბნელება როდის მოხდება. არ გვაინტერესებს. მოგვიანებით გავიგებთ. ვერ გავიგებთ. თუ წავალთ ამ ინფორმაციას ვეღარ მივიღებთ. ან პლანეტარიუმში წამოვყევი, დაზღვევა მჭირდება. კატარა, მომოწა იყვანე და გაიქეცი. მაგრამ წადი. სერიოზულად პლანეტარიუმში ბრუნდებით. ამჯერად რა მოხდა? ისევ ქუშის ხალხი. ვინ არის? ამას რატომ ვაკეთებთ? თუ ამ კალენდრით გავიგეთ დაბნელება როდის მოხდა, იქნებ ისიც გავიგოთ კიდევ როდის მოხდება.
ყველა თარიღს ვერ შეამოწმებ. ეს არ მჭირდება. ნამდვილად. მხოლოდ სოზინის კომეტის გამოჩენამდე უნდა შევამოწმოთ. მაგრამ ეცადე ამაზე არ იფიქრე. დიდი ხანი კი არის. ვაუ. მიდი, მოეპარე. ეგ არის. ზიზდაბნელება. რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება. გავიგე. ახლა კი ბასინგსში წავიდეთ. თარიღი გაიგეთ, კარგია. ვაუ. ეგ ზიზდაბნელება ვიცით, როდის მოხდება. აპას თავს ესხმიან. ეს ქვიშის ბრძანებლები არიან? ვაუ, აცილა კიდეც. არა, შეწყვიტე ჩაფლობა. არა. მაპატია აპა. კატარა ჩემს კოლექციას ერთ სახეობას მაინც შევმატებ. აქ წყლის მართვა დიდად არ გამოგადგება. ჩრდილოეთის წყლის, სამხრეთის წყლის და ნისლიანი ჭაობის სტილიც კი შევისწავლე. კი მართლა 100,000 რა ვიცის. სოკა სტილი არ შეისწავლე. იმას მოიცადე. პროფესორო, წავედით. ვერ წამოვალ. არ შემიძლია. ამ ადგილის პოვნას წლები შევალია. დედამიწაზე ცოდნის ასეთი წყარო სხვაგან არ სად არის. შემიძლია აქ სამუდამოდ დავრჩე. მიდი, აძვერი. სამუდამოდ დარჩება. ბიბლიოთეკა თუ ჩაიძირება, ამ შემთხვევაში რა აზრი აქვს? სერიოზულად იქ დავტოვეთ პროფესორი. იცის ქვეშ. ზიზდაბნელება ახლოვდება. ცეცხლის ერი შარშია. აპა სად არის? აპა დავკარგეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ფილმს ახმოვანე. აპა დავკარგეთ. არ ვიცი რა ვთქვა. ხალხნო, ბატონებო და ქალბატონებო. ეს იყო ავატარი აერის უკანასკნელი ბრძანებელი პირველი სეზონის მე-10 სერია, ბიბლიოთეკა. სერია კარგი იყო, დავიწყოთ მაგით. გავარკვიეთ ზიზდაბნელება როდის იქნება და გავარკვიეთ როდის დაერხება ცეცხლის ერს. პლუსი იყო ეს და საკმაოდ დიდი პლუსი. სოკამ მოასწრო ჩაწერა და ახლა ზუსტად ვიცით თარიღი. პროფესორის სიგნალს ბოლოში არ ველოდებოდი სიმართლე გითხრათ. საკმაოდ გამოუცა მაგ მომენტმა. ნუ საინტერესო მომენტი იყო. აი ეს ბუ აიცეთ თუ გავიხსენე სახელი და კითხავ ახლა. ნუ თუ გავახსენე სახელი ვიტყვი. საკმაოდ კრიპი პერსონაჟი იყო ეს ბუ. მესმის ახლა რატომაც აკეთებდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნუ ხო რადგან რა ქვია იმას
ცეცხლის სერის ჯაო, ხო, ჯაო თავიდან ბოროტი მიზნებით იყო ბიბლიოთეკაში მისული და ახაც იფიქრა, რომ ჯობდა თავი შეიკავებინა ასეთი ხალხის შეშვებისკენ. იმას კი ვერ ხდებოდა ახლა ავატარი რომ იყო, სიმათ ეკითხეთ კი უნდა მივხვდარიყო მაგას, ავატარი მოვიდა ახლა და ცუდი რამ რატომ უნდა გააკეთოს, მაგრამ კონკრეტულად ძალადობის გამო არ უნდოდა რომ ეს ექნათ რომ გამოიყენებინათ ეს ცოდნა. შეგვიძლია გავუგო, თუმცა ამავდროულად კარგი იქნებოდა ცოტა ხანი კიდევ რომ დაეცადა, რადგან იმას ვიზავდით, მეტ ინფორმაციას შევიგრძელდით. რაც გვჭირდებოდა ამჟამად იმას არა, მაგრამ საკმაისზე მეც შეგვეძლო ისეთი რამისთვის მიგოდო, თუნდაც ცეცხლის ბრძანებლობის, მიწის ბრძანებლობის შესახებ, რომელიც ცნობისთვის ჯერ კარგად არ შეგვისწავლია. და თქმა უნდა ეს ქვიშის ბრძანებლები, არ ვიცი. ქვიშის ბრძანებლებს ვერ უწოდებ ახლა ქვიშას არ არსებობს ასეთი ელემენტი. მიწის ბრძანებლები უფრო ახლა მიწას ვინც იყენებს ლოგიკურია რომ გამოიყენებს ქვიშასაც რაც იყენებდა ტოფი. და გაიტაცე საპა. არ ვიცი, შემდეგ სერიაში ალბათ აპას მოვძებნით და ვიპოვით. თორემ ახლა შანსი არა ასე დავტოვოთ. სერია კარგი იყო, ჯერჯერობით მეორე სეზონი ძალიან მახარებს, ძალიან მომწონს. რავი, იმედი მაქვს სულ ასეთი სერიები იქნება. და სხვათა შორის, ცნობისთვის ეს იყო, ფაქტობრივად ნახევარ სეზონს უკვე ვუყურეთ, მეორე სეზონს. ნახოთ შემდეგ რა მოხდება. ახლა შემიძლია დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ მეტი სალაპარაკო აღარ მაქვს არაფერი და ცოტა კი დავიღალე ისე, მაგრამ არა უშავს, საბედნიეროდ კარგი სერიებია და არა უბრალოდ ფილერები. გემშვიდობებით, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა რომ უყურებთ ჩემ ვიდეოს. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიძინეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისკილაკი. გადახართ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.